სიტყვა თქმული მამისა ჩვენისა, პაისი მთაწმინდელისა, საეკლესიო გარდამოცემის პატივისცემისა და ეკლესიის მართვის შესახებ. ბევრი წმინდა მოწამე სარწმუნოების დოგმატები რომ არ იცოდა, ამბობდა, მრწამს წმინდა მამათა დადგენილებები. როცა ამას ამბობდა, ადამიანი ამოწმებდა ქრისტეს და მოწამე ხდებოდა. ანუ ქრისტიანს არ შეუძლია ქრისტიანული სარწმუნოების დამამტკიცებელი საბუთები მოიტანოს, რომ ამით მდევნელები დაარწმუნოს, მაგრამ იგი წმინდა მამებსა მინდობილი. როგორ შემიძლია წმინდა მამებს არ ვენდო? ისინი ხო ჩემზე გაცილებით გამოცდილი იყვნენ და მეტი სათნოებებით გამოირჩეოდნენ. როგორ შემიძლია დავეთანხმო ამ უაზრობას და წმინდა მამები დავგმო, ფიქრობდნენ ისინი. ჩვენ გარდამოცემას უნდა ვერწმუნოთ. დღეს საუბედუროთ ჩვენშიც ევროპული კორექტულობა შემოიჭრა და ადამიანები ცდილობენ თავი კეთილად წარმოაჩინონ. ცდილობენ საკუთარი მაღალი კეთილშობილება გამოავლინონ და იმით ამთავრებენ, რომ ორქიან ეშმაკს სემენ თაყვანს. იყოს მხოლოდ ერთი რელიგია, ამბობენ ისინი და ყველაფერს ერთ სიფრთხეზე ათავსებენ. ჩემთან სენაკშიც მოვიდა ასეთი შეხედულებებით რამდენიმე ადამიანი. ჩვენ ანუ ყველა, ვინცაც ქრისტე გვწამს, ერთ რელიგიად უნდა გავერთიანდეთ, მითხრეს მათ. ეს იგივეა, რომ შემომთავაზო ერთად შევაგროვო გარკვეული რაოდენობის ოქრო და გარკვეული რაოდენობის სპილენძი, რომელიც ამ ოქროდან გამოიყო, რათა მათგან კვლავ ერთი ნაერთი შედგეს, ვუპასუხე მე. მაგრამ განაღირს ოქრო ისე უბრალო მეტალს შეურიოთ? აბა კითხე ოქრო მჭედელს, შეიძლება ნარჩენისა და ოქრო შერევა? ამდენი ბრძოლა გადავიტანეთ, რომ დოგმატები მინარევებისაგან, ერესისაგან გაგვეწმინდა. წმინდა მამებმა იცოდნენ თავიანთი საქმე. ისინი ერეტიკოსებთან ერთობლიობას კრძალავდნენ, ურთიერთობას კრძალავდნენ და არც უმიზეზოდ. მაგრამ დღეს ამართლებენ ერთობლივ ლოცვას და ურთიერთობებს არა მხოლოდ კათოლიკებთან, არამედ ბუდისტებთან, ცეცხლთაყვარის სემლებთან და სატანისტებთანაც. ამბობენ, რომ მართლმადიდებლებიც უნდა მონაწილეობდნენ ეკუმენისტურ ერთობლივ ლოცვებსა და კონფერენციებში. ეს დამოწმება, რა დამოწმებაზეა ლაპარაკი? ეს ადამიანები ყოველთვის პრობლემას ლოგიკის საშუალებით წყვეტენ. ისინი ამართლებენ იმას, რასაც არ შეიძლება გამართლება კონდეს. ზოგიერთ უგუნურ მართლმადიდებელ სურს განმარტოს მართლმადიდებლობა, მისიონერული მოღვაწეობა წამეიწყოს. ისინი სხვა აღსარებლობის პირებთან ერთობლივ კონფერენციებს მართავენ, რომ რაც შეიძლება დიდი ხმაური მოხვეს ამას და გონიათ, რომ ამგვარად ბოროტ აღსარებლებთან თუ გაერთიანდებიან, განმარტავენ მართლმადიდებლობას. არამართლმადიდებლები კი თავის მხრივ ჩამოდიან ერთობლივ კონფერენციებზე. თავი მასწავლებლებად მოაქვთ. ისინი მართლმადიდებელთა შეხედულებებს და მათგან საუკეთესო სულიერ ნედლეულს იღებენ, შემდეგ მას თავის ლაბორატორიაში გადაამუშავებენ, თავის ფერზე შეღებავენ, საკუთარ იარლიხს დააკრავენ და დედნად ასაღებენ. და ამ უცნაურ ადამიანებში ამგვარი უცნაურობები დიდ აღტაცებებს იწვევს. ყოველივე ეს კი ანგრევს მათ სულებს. მაგრამ ცხადია, რომ როდესაც საჭირო იქნება, უფალი აღადგეს
მარკოს ეფესელს და გრიგოლ პალამას, რომლებიც ერთად შეკრებენ სასტურის მიერ მოწყვლულ ჩვენ ძმებს, რათა აღიარონ ჭეშმარიტი რწმენა, გამკიცდეს გარდამოცემა და იხარებდეს ჩვენი დედა ეკლესია. ჩვენ რომ მამათა სწავლების მიხედვით ცხოვრობდით, ყოველ ჩვენგანს მყარი სულიერი ჯანმრთელობა ექნებოდა. მაშინ ყველა არამართლმადიდებელი ამ ჯანმრთელობის მიმართ შურით აღივსებოდა, საკუთარ ცდომილებას დატოვებდა და ყოველგვარი ქადაგების გარეშე ცხონდებოდა. დღეს მათ ჩვენი წმინდა მამათა გარდამოცემა არაფერს ეუნება, იმიტომ რომ მათ სურთ ჩვენში წმინდა მამათა მემკვიდრეები დაინახონ ჩვენი ჭეშმარიტი ნათესაობა წმინდანებთან. თითეული მართლმადიდებლის მოვალეობა, კეთილი შეშფოთების დანერგვა არამართლმადიდებელთა შორის, რათა მათ გაიგონ, რო ცდომილებაში იმყოფებიან, სიცრუვი თავი არ დაიმშვიდონ, საკუთარ თავს ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში აღარ მოაკლონ მართლმადიდებლობის მდიდარი მადლი, ხოლო მარადიულ ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი საუკუნო მადლი ღვთისა. ჩემთან სენაკში მოდიან კეთილად განწყობილი ყმაწვილი კათოლიკები, რომლებიც მზად არიან მართლმადიდებლობა მიიღონ და ემზადებიან. გვინდა რომ რაღაც ისეთი გვითხრა, რაც სულიერად დაგვეხმარება, თხოვენ ისინი. მე კი ვურჩევ, აი რა უნდა გააკეთოთ, აიღეთ ეკლესიის ისტორია, თქვენ ახავთ იმასაც, რომ ოდესღაც ჩვენ ერთად ვიყავით და იმასაც, თუ სადამდე მიხვედით თქვენ თანდათანობით. ეს ძალიან დაგეხმარებათ. ჯერჯერობით ასე მოიქეცით და შემდგომში უკვე საფუძვლიანად ვისაუბროთ. აი, როდესაც ეხლა ამ სიტყვებს კითხულობთ, ისტორია მოიხსენია მამა პაისმა, ნახეთ, როცა მოდიან კათოლიკები და ეუბნებიან, რომ უნდა დათლობა, ემზადებიან და კიდევ რომ გამკიცდნენ ამ გადაწყვეტილებაში, მამა პაისი ურჩევს, რომ გადახედონ ეკლესიის ისტორიას, სადაც ნახავენ, ერთად რო ვიყავით, როგორ იყო და როცა დედა ეკლესიას მოწყდნენ, სადამდე მივიდნენ. შემოიღეს ჯერ სწავლება სულიწმინდის შესახებ, რომელსაც ფილიოკო ქვია, თურმე სულიწმინდა მამისგან და ძისგანაც გამოდის, წამსი შეცვალეს. შემდეგ მოგვიანებით იქამდე მივიდნენ, რომ თქვეს პაპი არის ქრისტეს ნაცვალი დედამიწაზე. როცა პაპი ლაპარაკობს სარწმუნოებაზე, პაპი არ ცდება. არადა ისტორია უამრავ რამეს გვეუბნება პაპთა შესახებ. აი, ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, ერთი პაპის მიღებულ კანონს სვლიდა მეორე პაპი. თუ ორივე უცდომელი იყო და თუ ორივე წელს არაფერი ეშლებოდათ, რა საჭირო იყო ერთის მიღებულ კანონს სვლიდა მეორე. ხშირად ისმის, აი ახლა თანამედროვე პერიოდში ასეთი სიტყვები, რომ 10 საუკუნის შემდეგ შევძელით ერთად ლოცვაზე დადგომა. 10 საუკუნე არ ქონდა ურთიერთობა და ეხლა დაიძრა ყინული და ასე შემდეგ. მამათა ტრადიციებს უნდა მივსდიოთ, როგორც გვეუბნება მამა პაისი, და მამები გვიკრძალავდნენ ერეტიკოსებთან ურთიერთობას, იმიტომ რომ იცოდნენ რა საშიში იყო. ეხლა როდესაც ამას საუბრობენ, დაავიწყდათ ეს მამათა გაფრთხილება, რომ წვალებელ კაცს 1-2 შეგონების შემდეგ უნდა განიშორო. 20 წლის წინ, მიახლოებით 20 წლის წინ, ესეთი ამბავი მოხდა ჩვენთან. მე მაშინ ერისკაცი ვიყავი. ერთ-ერთ მარგიმანდრიტმა საქართველოს ეკლესიის სახელით მოაწერა ხელი საბუთზე კათოლიკებთან. სადაც წერია ასეთი რამე, რომ ერთმანეთთან პროზელიტიზმს არ ვეწევით. ანუ ჩვენ კათოლიკებს არ ვეუბნებით, რომ უნდა მიიღონ ჭეშმარიტება და დაუბრუნდნენ ეკლესიას, გახდნენ მართლმადიდებლები და ასევე კათოლიკები
მართლმადიდებლებს არ ეტყვიან, რომ გახდნენ ლათინი პაპის მიმდევრები. ეს ადამიანი ახლა არის ეპისკოპოსი. მე მებადება კითხვა, რომელ წმინდა მამებს ეყრდნობოდა, როდესაც ამას მოაწერა ხელი? არციც. რეალურად ამ საბუთიდან რა გამოდის, რომ კაცი რომ მოვა ჩვენთან, არ უნდა უთხრათ რა არის ჭეშმარიტება. არადა ნახეთ მამაპაისმა როგორ გითხრა, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ვალია და მათ შორის ღვთლის, რომ არა მართლმადიდებლებში დაბადოს კეთილი შეშფოთება, რომ ჭეშმარიტებასთან არ არის. უნდა შეინანოს სიცრუე და მოვიდეს ეკლესიაში. ეს კანონი გვეუბნება, რომ ამის უფლება არ აქვს. ერთხელ ათონის თაზე საუბრისას მამებთან თქვით, რომ კათოლიკებს ვდათლავთ. და ეს რამე ეკითხეს, ამასო საჯაროდ აკეთებთო? ჩვენ ვთქვით, კი საჯაროდ ნათლავთ. და თქვენს რომ ჩვენთანო საბერძნეთში ესეთი რამე თითქმის აღარ ხდება. თუ ვინმე ინათლება, ძალიან ჩუმად ვაკეთებთ ამასო, იმიტომ რომ პაპისტები მოთხოვენ მართლმადიდებელ ბერძნებს, რატომ მონათლე კათოლიკი. ეთყობა იქაც რაღაც მოლაპარაკება. ჩვენ გვახსოვს ასევე ასეთი ამბავი, ერთი პატრიარქი, როდესაც ჩასული იყო ამერიკაში, იქაურ არქიმანდრიტს შეხვდა და უთხრა, კათოლიკებს დუნათლავ. მარტო მირონის ხეო. ამ არქიმანდრიტმა მეორე დღეს ისე მონათლა კათოლიკი. არავის არ აქვს უფლება, ვინც არ უნდა იყოს. რომ გდელს სასულიერო პირს დაავალოს, რომ სხვა სარწმუნოების ადამიანი არ მონათლოს. პირიქით. მთელი მოღვაწეობა რაში არის ეკლესიისა, რომ კაცობრიობას ახაროს შეშმარიტება. უთხრას რა არის ორი, სად არის გადარჩენა და მერე უხელმძღვანელოს ამ ადამიანებს, რომ ცხონდნენ. ჩვენ ასევე მოვესალით მოვლენებს, როდესაც პაპი ჩამოვიდა, ჯერ ერთი, მერე მეორე პაპი. იქ იყო ძმური საუბრები ერთმანეთთან. შემდეგ ჩვენი გალობლების გუნდი ჩავიდა ვატიკანში, იქ პაპს უმღერეს შენ ხარ პეტრე. ხელა ცოტა ხნის წინ ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ივერიისად წოდებული ხატის სტელა ჩააბრძანეს იქ. და როდესაც ვეკითხებით, რატომ აკეთებენ? დაბნეული პასუხები ისმის ხოლმე. ამბობენ, რომ კურთხევა ქონდა და იმიტომ მოიქეცით ესე. აი ხლ ერთ სიტყვას კიდე წაგიკითხავთ მამაპაისისას და მე თქვენ თვითონ შეაფასეთ, ასეთი პასუხის მიცემა თუ არის ორი, კურთხევა იყო და გავაკეთე. მართლმადიდებელი ეკლესია თავის ცხოვრებას ყოველთვის კრებების მეშვეობით წარმართავდა. პირველი კრებსიტი გადაწყვეტილება, რომელიც ეკლესიის ისტორიაში არის, ეს არის მოციქულთა კრება, როდესაც შეიკრიბნენ მოციქულები და ჭობდნენ წარმართების რომ მოახსენდნენ, წინ უნდა დაეცვითათ თუ არ უნდა დაეცვითათ. მოციქულებმა შეიკრიბნენ და თქვეს ჯერ უჩნდა სულსაც მინდასა და მერე ჩვენ და გამოსცეს კანონი. ეს მართლმადიდებლური სულია. ეკლესიაში უნდა მოქმედებდეს წმინდა სინოდი. მონასტერში მამათა კრება. ეკლესიის წარმომადგენლებმა და სინოდმა ერთად უნდა იმჟელონ. მონასტრის წინამძღვარმა თუ იღუმენიამ და მონასტრის საბჭომ ერთად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
ეკლესიის წინამძღოლი არის უპირველესი თანასწორთა შორის. პატრიარქი პაპი არ არის. მას მღვდლობის იგივე ხარისხი აქვს, რაც დანარჩენ იერარქებს. აი პაპი კი სხვა რამეა. ის განსაკუთრებული ფიგურაა. ის სიმაღლეზეა დაბრძანებული. დანარჩენები კი ფეხებს უკოცნიან. მაგრამ პატრიარქი პაპი როდია. იგი სხვა იერარქებთან ერთად ზის და მათ საქმიანობას უწყობს ხელს. ასევე მონასტრის წინამძღვარი თუ იღუმენია სულიერი საბჭოს სხვა წევრებთან მიმართებაში არის პირველი თანასწორთა შორის. ერთ ერარქსა თუ ერთ საბჭოს წევრს ღმერთი რაღაც ერთთან მიმართებაში გამოარჩევს. მეორეს რაღაც მეორესთან მიმართებაში. 4 მახარებელიც ხომ სწორედ ერთმანეთს ავსებდნენ. ასევე ხდება გარკვეული საკითხების განხილვა წმინდა სინოდზე და მონასტრის სულიერ საბჭოზე. თითოეული საკუთარ აზრს გამოთქვავს და თუ ვინმეს აზრი დანარჩენს არ ეთანხმება, ეს ოქმებში ფიქსირდება. იმიტომ რომ როდესაც საუბარი ეხება გადაწყვეტილებას, რომელიც სახარეუვისეულ ცნებას ეწინააღმდეგება და ცალკეული პირის საწინააღმდეგო აზრი ამ ოფში არ ჩაიწერება, შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი სიცრუეს ეთანხმებოდა. თუ სინოდის ან სულიერი საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება არასწორ აზრს, მაგრამ ხელი მოაწერს გადაწყვეტილებას და თავის პოზიციას ოფში არ ჩაწერს, ის არასწორად იქცევა და პასუხისგებლობას იღებს საკუთარ თავზე. ამ შემთხვევაში იგი დამნაშავეა. მაგრამ როდესაც იგი საკუთარ აზრს გამოთქვამს, უსამართლობა, უმრავლესობა რომც არ ეთანხმებოდეს, თვის წინაშე გამართლდება. თუ ადგილობრივი ეკლესიის სინოდი ან მონასტრის სულიერი საბჭო სწორად არ მუშაობს, გამოდის რომ თითქოს და მართლმადიდებლობის ენაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ საქმით პაპისტურ სულს წარმოვაჩენთ. მართლმადიდებლური სული ასეთია. თითოეულმა უნდა გამოთქვას და დააფიქსიროს თავისი აზრი. არ უნდა დუმდეს შიშის ან პატივის გამო, იმისთვის, რომ ეკლესიის წინამძღოლთან ან მონასტრის წინამძღვართან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს. აი ეკლესიის პასუხი. როდესაც რამეს გავალებენ, თუ ის არასწორია, ის არ უნდა გააკეთოს. თუნდაც გავალებდეს შენზე წინდგომი ადამიანი. ეს არის მამათა გადამოცემა. ეს ჩვენ არ მოგვიგონია. კრებებს თუ გადავხედავთ, საეკლესიო კრებებს, მამები აფიქსირებენ იქ თავიანთ აზრს. ამიტომ ვიცით, რომ შეიკრიბა ესა და ეს კრება, მიიღეს არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ აი ეს მამები ამას არ ეთანხმებოდნენ. ზოგიერთს ამის გამო განკვეთდნენ კიდევაც. მაგრამ შემდეგ ტარდებოდა საეკლესიო კრებები, რომლებიც დევნილ მამებს, ეკლესიის მნათობებს კვლავ უბრუნებდა იმ ხარისხს, რომელ ხარისშიც იყვნენ. ანუ განიცდიდნენ დევნას მართლმადიდებლობის გამო. პაპიზმი პირდაპირ უნდა ითქვას, ყველაზე დიდი საფრთხეა დღეს ეკლესიისთვის. ნომერ პირველი ტერი. არც მეტი და არც ნაკლები. ნახეთ უკვე რა სიტყვენ, რომ არ თქვათ, რომ პაპიზმი არის სწავლებლობა. რომ პაპი არის ერესის თავი. აქ ითქვა ერთხელ, ეს სიტყვები ჩვენ ბევრმა ვიცით, ხშირად გავგონია, კაცობრიობმა მიცის 3 დაცემა. ადამის, იუდასი და პაპის. ეხლა ამ სიტყვებს აღარ ამბობ. ზოგიერთი ამბობს, როცა ჩადის რომში, ასეთ ღონისძიებებში ან სხვა ქალაქებში, ვქადაგებთო. გვაჩვენონ ოქმებით, რომელ კრებაზე, რომელმა მღვდელმთავარმა ან რომელმა სასულიერო პირმა თქვა, რომ პაპიზმი არის ერესი. რომ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტი სარწმუნოება. თქვან, ჩვენ ეს გაგვიხარდება.
რომ გავიგებთ სადღაცას კონფერენციაზე ჩავიდნენ მართლმადიდებლები და თქვენს რომ ჭეშმარიტება არის მხოლოდ დედა ეკლესიაში. დღეს არის იაკობ სპარსის ხსენება. დიდებული იყო მეფის კარზე დაწინაურებული პიროვნება, მაგრამ იყო ქრისტიანი. დედმამაც ქრისტიანი ყავდა, ცოლიც ქრისტიანი ყავდა. შვილებსაც ქრისტიანულად ზდიდა. ერთხელ ლაშქრობისას იაკობ სპარსმა მეფის გულმოწყალება რო ნახა, წარმართი სპარსელი მეფის გულმოწყალება, წარმართულ კერპებს შესწირა ცხვენი. ეს შეიტყო მისმა ცოლმა და დედამ. იაკობს გაუგზავნეს წერილი, სადაც ამხილეს და უთხრეს, რომ ძიმე ცოდვა ჩაიდინა. იაკობი ამ სიყვარულით ნათქვამმა შეგონებამ გამოაფხიზლა. მიხვდა რა გააკეთა, შეინანა და დაიწყო ტირილი. და ღმერთს ევედრებოდა ამ ცოდვის პატიებას. სამეფო კარის სხვა დიდებულებმა ეს მისი ლოცვა ცრემთან და გოდებასთან შეერთებული მოისმინეს და მეფეს უთხრეს, რომ იაკობი ქრისტეს ევედრებაო. მეფემ დაიბარა, მოთხოვა ქრისტეს უარყოფა, მუქარით, ლიქნით, პატივის შეთავაზებით. მაგრამ იაკობმა აღარ უარყო ღმერთი. აი იმ შეგონებამ, რომელიც სიყვარულით უთხრა თავის მეუღლემ, გამოაფხიზლა. და მას გადაუწყვიტეს საშინელი წამება. როგორც იაკობ სპარსი, ეს იაწამეს ბიძინა ჩოლოყაშვილიც. სპარსელებს ესეთი მეთოდი ჰქონდათ სასტიკი წამება. ადამიანს აჭრდნენ ჯერ ხელისა და ფეხის ყველა თითს. მერე მაჯებში ჭრდნენ. შემდეგ იდაყვებში. და ბოლოს, როდესაც ადამიანს დარჩებოდა მხოლოდ თავი, კვეთდნენ თავს. იაკობმა ამას გაუძლო. დაითმინა ქრისტესთვის წამება. ასე ეპატია ცოდვა, რომელიც ჩაიდინა, არა მარტო ეპატია, არამედ გახდა მოწამე. ჩვენ შევთხოვთ იაკობ სპარსს, რადგანაც დღეს მისი ხსენებაა, ასეთი ისტორია გადახდა, რომელიც ჩვენ გვაძლევს მაგალითს, რომ ნებისმიერი კაცის გადარჩენა შეიძლება, თხოვთ ამ დიდ მოწამეს, რომ იმ ადამიანებს დედა ეკლესიაში, მე არ გულისხმობ მარტო საქართველოს ეკლესიას, მთელ მართლმადიდებელ ეკლესიაში, ვისაც ეს განახლებისული შეუჩდა, ამით არიან აღფრთოვანებულები, მერთმა ყველა სინანული მისეს. ყველამ გამოასწოროს თავიანთი შეცდომა. ჩვენს თუ რამე შეგვშლია, ჩვენც იაკობ სპარსის ლოცვებით ღმერთმა მიგვახვედროს და ისე გაგვიყვანოს ამ ქვეყნიდან, რომ ამ ცოდვის გამო სინანული გამოხატოთ ღვთის წინაშე. და რასაც ღმერთი მოითხოვს ჩვენგან, რომელ ღვაწლს გვაკურთხებს, მოგვეთმინოს. აი მარქიმანდრიც, რომელიც ახლა ეპისკოპოსია, მერთმა სინანული მისეს, რომ მოაწერა ხელი, რომ კათოლიკებს არ ვქადებთ მართლმადიდებლობას. აი პატრიას, რომელიც ჩავიდა და
ერთ-ერთ ღირსეულ არქიმანდრიტს უთხრა, რომ კათოლიკები არ მონათლო, კათოლიკებს დათლობა არ ჭირდება თუ ერთმა სინანული მისეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავს იტყუებს, რომ აემ ეკუმენისტურ შეკრებებზე ჩასვლით იქ მართლმადიდებლობას ქადაგებს, ერთმას ყველა სინანული მისეს. აქ ითქვა და კიდე გავიმეორებ და ჩემს სიტყვას ამით დავამთავრებ. ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ვალია კეთილი შეშფოთება გაუჩინოს არამართლმადიდებლებს, რომ მათ სარწმუნოებაში არ არის ცხონება, რომ მიიღონ მიწაზე ეკლესიის მადლი და გარდაცვალების მერე ღვთიური მადლი და დაემკვიდრონ ზეციური სასუფეველი. ამინ.